სიყვარულზე საუბარი ადვილია მაშინ, როცა სიყვარულის სივრცეში ხარ და უყვარ ხარ ვინც შენ გიყვარს. ერთგულებაც ადვილია მაშინ, როცა ერთგულები გვერდზე შენ ყავს სანდა. პატიებაც თურმე როგორ მარტივია, როცა გთხოვენ მაპატიეს. იყო სათნო და კეთილი, ესეც თურმე რა იოლი ყოფილა, როცა ირგვლივ გარემო გაქვს საამური. იყო მშვიდი და სულ გრძელი, ეს კი თურმე შენი წელი არ ყოფილა. ეს განწყობა შენში იქმნა, შვიდი რომ გაქვს ცხოვრება და გარშემო გარს გაკვრია. იცი ვინც შენში არ წარმოქმნის აგრესიას და სიბრაზეს. ადვილია ყველაფერი, პატიებაც, სიყვარულიც, სიკეთეც და სიმშვიდეც, მაშინ როცა სიმყარე გაქვს გარანტიით და ძნელია პატიებაც და ძნელია სიყვარულიც, მაშინ როცა ვინც გიყვარდა და ვისთვისაც შენ გაიღე სიცოცხლე და წლები, ხოლო მან კი უსამართლოდ შენ ცხოვრება დაგიმოკლა. თუ პატიობ მას შენ, ვინ შენ გთხოვა პატიება? ამით რა აქვს შენი? ძალისხმევა ან შრომა? ან თუ გიყვარს ის შენ, ვისაც თვითონ შენ უყვარ ხარ, აქაც რა შენი ძალისხმევა დაძალა. სიყვარული მაშინ ქრება, სადაც არ არის სიძლიერე. სიყვარული უსასრულოდ იარსებებს და იცოცხლებს, სადაც არის ძალისხმევა და სურვილი იმისა, რომ გიყვარდეს ქმნილება, ვინც არ უნდა ვინ იყოს. და თუ როგორ მოგექცევა ის გარკვეულ პერიოდში, შენ არ უნდა შეგეჯავროს უფლის ქმნილი ეს ქმნილება. სიყვარული ენერგიის სულია, სადაც არის ერთი არსი. მე ვარ შენთვის უსასრულოდ და მე ვარ შენ ყოველთვის.